მეცადინეობა 30 პირველი ნომრის 22 ქვენომერი. ვიხილავთ განტოლებას. 1-ის ფარდობა x-6-თან პლუს 1-ის ფარდობა x-4-თან უდრის 1-ის ფარდობას x+2-თან პლუს 1-ის ფარდობას x-7-თან. განტოლება რო გავხადოთ მთელ კოეფიციენტებიანი, ამისათვის საჭიროა ვიყოთ ნიშნულთა უმცირეს საერთო ჯერადი. ნიშნულთა უმცირეს საერთო ჯერადი იქნება 4-ვე მნიშვნელის ნამრავლი. საერთო მნიშვნელს ყოფთ წილადის ნიშნულზე და მიღებულს ვამრავლებთ მრიცხველზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს საკმაოდ შრომაწევადი გარდაქმნები. ამ მიზნით შევეცადოთ შევასრულოთ შემდეგი გარდაქმნა. განტოლების მარჯვენა მხარიდან შესაკრები 1-ის ფარდობა x+2-თან გადავიტანოთ განტოლების მარცხენა მხარეში, ხოლო მარცხენა მხარეში დგომი წილადი 1-ის შებარდება x-4-თან გადავიტანოთ განტოლების მარჯვენა მხარეში. ამის შესრულების შემდეგ მივიღებთ განტოლებას 1-ის ფარდობას x-6-თან მინუს 1-ის ფარდობა x+2-თან უდრის 1-ის ფარდობა x-7-თან მინუს 1-ის ფარდობა x-4-თან. ახლა განტოლების მარცხენა მხარეში მდგომი გამოსახულება ცალკე დავაერთმნიშვნელიანოთ და ასევე განტოლების მარჯვენა მხარეში მდგომი გამოსახულება ცალკე დავაერთმმნიშვნელიანოთ. მარცხენა მხარეში მდგომი გამოსახულებაში ნიშნულთა უმცირეს საერთო ჯერადი, ესე იგი საერთო ნიშნელი იქნება x-6-ის ნამრავლი x+2-ზე. ყოფთ x-6-ზე იქნება x+2. საერთო ნიშნულს ყოფთ x+2-ზე იქნება x-6, რადგან წილადის წინ მინუსია მიიღება -x+6. ახლა უდრის მარჯვენა მხარეში საერთო ნიშნელია x-4-ის ნამრავლი x-7-ზე. გავყოთ x-7-ზე იქნება x-4, ვამრავლებთ 1-ზე იქნება x-4. მინუს ამას საერთო ნიშნელი გავყოთ x-4-ზე იქნება x-7, ვამრავლებთ 1-ზე იქნება -x+7. თუ ორივე მხარეში წილადის მრიცხველებში შევაერთებთ მსგავს წევრებს, მაშინ განტოლების მარცხენა მხარე იქნება წილადი, რომლის მრიცხველია 8-ის ფარდობა x-6-ის ნამრავლი x+2-ზე. ხოლო მარჯვენა მხარეა წილადი, რომლის მრიცხველია 3 და ნიშნელი x-4-ის ნამრავლი x-7-ზე. ახლა საერთო ნიშნელი იქნება 4-ვე თანამამრავლის ნამრავლი, ესე იგი x-6-ის ნამრავლი x+2-ზე, ნამრავლი x-4-ზე, ნამრავლი x-7-ზე. ცხადია, საერთო ნიშნელი არ უდრის ნულს და მიღებულ განტოლების ჯვარედინი გამრავლებით მივიღებთ 8-ის ნამრავლი x-4-ზე, ნამრავლი x-7-ზე, უდრის 3-ის ნამრავლი x-6-ზე, ნამრავლი x+2-ზე. თუ გავხსნით ფრჩხილებს, ესე იგი შევასრულებთ გარდაქმნას, ეს გადამრავლებას, მაშინ უმარტივესი გარდაქმნებით მიიღება განტოლება 5x² -76x + 260 უდრის 0-ს. ამ განტოლების გამონახსნებია x1 უდრის 26 და x2 არის 10. ამრიგად განტოლების გამონახსნებია სიმრავლე 26 10.